დილამშვიდობის ასე გამოვიწყინები ჩემი უცვლელი რუგზაკით ზურგჩვენთით. დავიდეთ სკოლაში ქუჩის ბოლოში და გადმოვიყვანოს ნიკოლოზე. დროა. ძალიან ნერვიულობ. არ ვიცი სწორს ვაკეთებ თუ არა. უნდა დამეტოვებინა თუ არა თელავში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სასჯელმა, რომელიც გაცინბირების ტოლფასი იყო, რომელიც ძველად იყო დანერგილი და მე გადმოვნერგე ჩემს ოჯახში გაჭრა. კარგი იქნებოდა რომ კიდევ დარჩენილიყო 2 წელი. ძმასთან ურთიერთობა დასჯის გაანალიზება კარგი გამოვიდა. მაგრამ ძალიან ძვირი მიჭირდება ეს ყველაფერი. დასჯა დამიჯდა დაახლოებით კვირაში 400-500 ლარი. წავედი ახლა მე სკოლაში და მე უფრო წვრილად მოგიყვებით. როგორი შთაბეჭდილებები მექნება დათაც ამ სკოლაში გადმოვიყვანე დამამთავრებელში, იმიტომ რომ სახლთან ძალიან ახლოს არის. მომშევდა და იქნებ ფული მქონდეს ანგარიშზე არ იქნება. სახლი აქვს დავიდეს და მერთვას. და ძალიან ბევრ პრობლემას ჩავიხსნი. არ ვიბენ თელავში ყოველ შაბათ-კვირას. უფრო ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ შენი ზედამხედველობის ქვეშ გაყოლება. არ გითხავ ხო? ადამიანს გაკეთება თუ უნდა ვფიქრობ ძალიან მარტივად გააკეთებს. თავარია რომ ეს მეგობრობის ძაფი არ გამიწვეს. რითიც რაც მაქვს ჩემ შვილებთან რომ არ არსებობს. ალბათ ძალიან იშვიათი ფაქტია, რომელსაც მიმალავენ და არ მეუბნებიან ისიც იმიტომ რომ არ ვინერვიულო. ჩვენ ყველაფერს ორივე მეყვება და ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი რამის დათმობის ფასად. შურს იმდედების, ვისაც უწესიერი შვილები ყავთ, რომლებიც კარგად სწავლობენ. ძალიან შურს. ჩუგიკ და გოგო. მოვედი ესეც სკოლა წარმოიდგინეთ რა ახლოს არის სახლთან და დევერეკოთ ნახოთ. დავბრუნდი სკოლიდან ვასეოზმე ნიკოლოზი და გავუშვი. თამაში აქვს დღესაც. ცოტა უკმაყოფილო მოვედი. არ გვაქვს კულტურა ადამიანის მიღების. ხო, არ ვიცი, ახლა მე სხვის უკულტურობას დიდად არ დავეძებ, მჭირდება სკოლა და სკოლის გარეშე ვერ დავტოვებ ჩემს შულს და არც თელავში აღარ უნდა, თორემ ეს სიამოვნებით დავტოვებდი მე-12 კლასამდე. ეხლა ჩავშალოთ ეს თემა და 2 დედა არის ჩემთან, რომელიც ყოველთვის ბავშვის მხარეს ეს ინდაურივით რატომ ეხრინწება ხმა. ნაკლები მოწია და არაფერი მოგივალო თუ მიპასუხებთ მართლები იქნებით. ვაკანსია დავდეთ, ჭირდება ბუღალტერ ოპერატორი და დირექტორმა დამიდასტურა რომ მოეწონა. მოკლედ 2 დედა ვიყავი, რომელიც ჩამოყალიბება გამიჭირდა. იყო 2 დედა. ერთი რომელიც ითხოვდა მკაცრად შვილისგან რომ ეპასუხა მობილურზე, არ გათიშულიყო მობილური სახლში, მოსულიყო მის დროზე. სამწუხაროდ იმას ძალიან ვებრძვი ჩემ თავს, რომ მეგობრები არ შევურჩიო, თუმცა ძალიან სანერვიულო ფაქტორია ის, რომ იყოს კარგი წრე, იმიტომ რომ დღეს არ გააკეთებ, ხოლ გააკეთებ, ზეგ არ გააკეთებ და მასზე გაგეკეთებინება. ანუ თანამედროვე ფეხისაყოლას და ჩემ თავს ვიხსენებდი როგორი ვიყავი და ვცდილობდი რომ ჩემი შვილი ჩემთვის მისაღები ყოფილიყო და იყო მეორე დედა რომელიც ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა, არაფერში არ ეთანხმებოდა და
ვცდილობდა რომ მაქსიმალური სასჯელი დაეწესებინა. მე თქვენთან ასე არ ჩამიშლია, მაშინ არ მილაპარაკია, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა რეზულტატს მივიღებდი და ზოგადად როგორ შემოbrunდებოდა. ჩვენი ურთიერთობაც კი უფსკრულის პირას იყო, ეს იყო 14 წელი. როცა აბსოლუტურად დაუმორჩილებლობა გამომიცხადა, ბედავდა და ხმის ტონს მიცვლიდა, ბედავდა და ძალიან ცუდად მეპასუხებოდა. ბედავდა და მეუბნებოდა რომ მე ვინ ვიყავი თავის ქცევით, გამოხედვით, ყველაფრით. ანუ ის მომენტი რომ სადღაც მიდიოდა 14 წლის ბავშვს უნდოდა რომ ეს ინფორმაციის სახით მოეწოდებინა როგორც დასრულს და მე არ მქონოდა არანაირი შეწინააღმდეგება. სამწუხაროდ დღესაც ასე იღებს თვითონ გადაწყვეტილებებს, ოღონდ ეხა წინს ერთი გამოჩნდა, არ ვიცი რამდენად მოგეწონება შენ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მეს მინდა. და როგორც ვიწყებთ ბრძოლას რომ არ გააკეთო, არ წახვიდე, არ დარჩე, არა. აქ მივედი იქამდე რომ ჩვენ გვეძაბებოდა ურთიერთობა და დაიწყო რაღაცების დამალვები. ამიტომ აქაც გავუშვი და ვუთხარი რომ ყველგან შეგიძლია გააკეთო, გაიპარო, მოიტყუო, ამიტომ მე შენ გიშვებ და ნუ მომატყუებ. ხო, დავუბრუნდეთ ისევ შარშანდელ ზაფხულს და ვზივართ აქ უკვე რო აღარ იცი 5 ფსიქოლოგის კონსულტაცია, ყველა ახლობელთან კონსულტაციის გავლა რომ რა გავაკეთო. ვზივართ მე და ჩემი უფროსი შვილი და ვლაპარაკობთ და მისი მეგობარი. როცა შემოვიდა ჩემს ტელეფონზე ზარი და მითხრეს რომ შენი შვილი არ მეგობრობს ისეთ ბავშვებთან როგორ თანაც უნდა იმეგობროს. ეს იყო საბოლოო შოკი და ზუსტად 5 წუთში დავურეკე, მიგუშა იყო წასული ბაკურიანში თუ სწორად მახსოვს ან ზღვაზე, ქონდა ფრენბურთიდან გასვლა და დავურეკე და ვუთხარი რომ ხო და პლუს ამას სკოლის პრობლემები 8 შემოდგომო, რომელიც ვერ გეტყვით როგორ ჩავაბარე, რა თქმა უნდა ვინ რის ჩამბარებელი იყო და ვუთხარი რომ სკოლაში ძალიან დიდი პრობლემები გაქვს, მე ამ ყველაფერს ვერ მოვაგვარებ თბილისში და ამიტომ შენ გადადიხარ თელავში. ანუ იქიდან იყო პასუხი იმდენად თვითონაც ხვდებოდა მის დანაშაულს, რომ მიპასუხა რომ მხოლოდ 1 სემესტრით. ანუ არ განხილულა ეს თემა, თავიდან რა თქმა უნდა ინტერესით ჩაერთო, რა თქმა უნდა შევარჩიეთ ფრენბურთის გუნდი, მივედით, დავრეგისტრირდით, მივედით სკოლაში, მივედით ერთ სკოლაში, დაიწყო რემონტი, გადავიყვანე მეორე სკოლაში, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობდი, რომ მიდიოდა დეპრესიისკენ, რომ ეს ყველაფერი არ მოსწონდა, რომ ისევ ჩვეულ რითმში ცხოვრება უნდოდა, რომ ენატრებოდა თავის მეგობრები, იმიტომ რომ ის ვერ არკვევს ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, ის მისი მეგობარია, ის შეიძლება ჩემთვის ცუდია და მისთვის კარგი იყო. და მისი ესეთი ქცევები მის ნიკუშასთვის მისაღები იყო, ნუ მოკლედ. ასეთი ცივი გონებით დედამ, რომელიც მიკერებულის დიდა 14 წელი თავის შვილს, გადაწყვიტა რომ ციმბირი უკან დაეტოვებინა და წასულიყო კიდევ უფრო მისთვის შორს. ანუ ზუსტად ასეთი დასჯის მეთოდი იყო და გამოვიყენე, რომ იქნებდა გამართლებულიყო. ამ 1 წლის განმავლობაში არასდროს არ დამიწუწუნია და ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს შენი გადაწყვეტილება იყო, შენ მოიშორე შენი შვილი მოკერებული კალთიდან, რომელიც წყალს ვერ სვავდა დამოუკიდებლად და ქვაბზე საჭმლის სახელს თუ არ დავაწერდი და ახადეს თუ არ დავაწერდი, ვერ ხვდებოდა რომ შიგ რაიმე იყო და იყო მშიერი და რეკავდა რომ რა ვჭამო. ასეთი ბავშვი მე გავუშვი და ფაქტიურად დამოუკიდებლად საცხოვრებლად, იმიტომ რომ ჩემი უფროსი შვილი მთელი დღე სამსახურში იყო, ისეთი სამსახური აქვს, რომ ზაფხულში განსაკუთრებით 3 საათზე იწყებს მუშაობას და ღამის 12-მდე არ მოდის სახლში და იყო დღეები, როცა სამსახურში უწევდა დარჩენა. შემდეგი ეტაპი იყო ის, რომ ბუძელნიკად თვემი საყვარელი მოლიც გავაყოლე. თითქოს მნანობ ეხა რომ დარჩენილიყო უფრო მეტ დროს გავატარებდი, მაგრამ იმ პერიოდში ასე იყო საჭირო.
ნიკოლოზი თავის თუ ვერ იღვიძებდა და მოლი იყო ძალიან კარგი მეგობარი იმისთვის რომ ხვდებოდა რომ წასასვლელი იყო და შაბათ-კვირას არ აღვიძებდა და ორშაბათიდან პარასკევამდე ყოველთვის აღვიძებდა. თან ამას ისიც ემატებოდა რომ როცა ჩემი ზარი შედიოდა და ტელეფონი რეკდა და ნიკას ეძინა და არ ესმოდა მოლი უფრო ხმამაღლა უყებდა რომ გაღვიძებოდა და შესაბამისად საქმე ძალიან მარტივად იყო. პასუხისმგებლობა დავუმატე კიდევ ის რომ ძაღლს გასეირნება ჭირდებოდა საჭმელთ უზრუნველყოფა ბანაობა ჩემი საქმე იყო. ანუ გამოვიგდა ის საქმე მე რომ ვუყურებდი ჩემს შვილს როგორ მიდიოდა დეპრესიისკენ როგორ უნდა და ჩამომიყვანე თბილისში და პირველი ეტაპი საერთოდ არ ჩამოვიყვანე რამდენიმე ხანი დაახლოებით 2 თვე არ გამოვახედე აქეთ და ხო არ ვიცოდი სწორს ვაკეთებდი თუ არა რას მივიღებდი უკუ რეაქციას მივიღებდი თუ იმას რაც მე დღეს მივიღე ანუ დასაშვები იყო რომ ნიკოლოს ისეთი ფონი ქონდა რომ შემწინააღმდეგებოდა და საერთოდ ის ბოლო ძაფიც რასაც ვებრაუჭებოდი გაწყვეტილი იყო და დაგვიკარგა ერთმანეთი და ეთქო რომ მე შენთან აღარ მინდა ცხოვრება მით უმეტეს როცა ოჯახი დანგრეულია ძალიან მარტივად ხელეწიფება ბავშვს ადგეს მამასთან გადავიდეს საცხოვრებლად და დედა დატოვოს ხო მაგრამ მე აქაც კოზირი მეჭირა იმიტომ რომ ნიკუშას მამამისთან არ აქვს ურთიერთობა და არც გამოსდით ხო მაგრამ მაინც უშვებდი ხოლმე იცით ანუ რაც არ იცი ის ხო საინტერესოა და ვიფიქრე არ გამექცეს თქო მაგრამ მაინც მყარად ვიდექი ძალიან ვცდილობდი რომ დავკონტაქტებოდი, ძალიან ვცდილობდი რომ ის რაღაცები გამიზიარებინა, ძალიან ვცდილობდი რომ გვერდში დავდგომოდი, მაგრამ არ მიშვებდა. ამ ყველაფერს ვფიქრობ არ უნდა უყვებოდა. მაგრამ მინდა რომ თუ ვინმე დღეს ჩემს დღეში ხართ და თქვენ შულთან გიჭერთ ურთიერთობა, მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დაალაგდება და არ ინერვიულოთ რაც მთავარია. ძალიან სწორად, პოზიტიურად შეხედეთ და არ დაყაროთ ფალხმალი. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენს ოჯახში არ დგება არასდროს, რომ შენეს რომ არ გააკეთე, მე ვეტყვი მამას. ხვდებით, მე არ მყავს ის უკამფარი, რომელსაც მე რაიმე შევჩივლებ და ნიკუშასთვის ეს იქნება შიშის მომგვრელი ამ პასუხისმგებლობის გამაძლიერებელი. ანუ ჩვენ შემთხვევაში მე ვამბობ, მე ვიღებ უკუ პასუხს და არავის არ მეუბნები. ანუ სულ მე ვარ ყველაფერი. ვერასდროს ვერავიზე ვერ ვიტყვი რომ მე ამას ვეტყვი და ჩავრევ ჩვენს ურთიერთობაში და ვცდილობ რომ არც ჩავრიო. ნუ მამა არ განიხილება ამ შემთხვევაში, მამა ჩემი განიხილება, ჩემი ძმა განიხილება და რამდენჯერ მე ვუთხარი რომ შენ ძმას ვეტყვითქო და ძალიან ცუდი უკუ რეაქცია მივიღე, თითქოს ფასი დავკარგე, თითქოს აღარ ვიყავი ის ადამიანი, რომელიც მისთვის ისეთი იყო რა დაფასებული და თავის სიტყვის პატრონი. ხო, მოკლედ დღეებს მიყვებოდა დამამშვიდებელიც კი ჩავრთე იმისთვის რომ მისი ფონი მომეწესრიგებინა. სუბუქი დამამშვიდებელი, ფსიქიატრის კონსულტაციები და ამ ყველაფერს ძალიან ნელ-ნელა ეტაპობრივად ვებრძოდი. ეს არ ყოფილა მარტივი როცა თქვენს კომენტარებს ვუყურებდი ხოლმე ძალიან გული მწყდებოდა ვიღაცა რომ მეუბნებოდა რომ გაყარე შვილები არ გავყარე შვილებს მე იმ წუთას ვერც ხვდებოდი რას ვაკეთებდი სწორი იყო ეს თუ არა და ძალიან მნიშვნელოვანი და ცუდ რამეს ვეჭიდებოდი. მოკლედ რთული პერიოდი გავიარეთ. საბოლოო შედეგი. მოკლედ შემდეგ იყო გოგონას მოწონება მოწონდა ეს გოგონა და ძალიან ბედნიერი იყო, ცოტა გამოანათა შეცვალა დამოკიდებულებები რაღაცეებში. მე ეს გოგონა ადგა წავიდა და კიდე თავიდან დავიწყეთ იმის ხო მოკლედ ცუდი პერიოდი დაუდგა და მე ხშირად ვესაუბრებოდი და ვეუბნებოდი რომ წამსვლელი უნდა წავიდეს და ვისაც არ ჭირდები არ არის აუცილებელი შენს ცხოვრებაში იყოს, მაგრამ ყოველთვის ყველა მდგომარეობა გადმომაქვს ხოლმე მე ჩემთან. აი მე რას ვიფიქრებდი და ფიქრობ რომ მაგ დროს ვერ აღიქვავ რა. მოკლედ ეს ყველაფერს გადავლახეთ. და სადღაც გაზაფხულზე უკვე მივხვდი რომ რაღაც ძვრები მიმდინარეობდა ნიკუშასში.
ეძინა მშვიდად, მოეხსნა შფოთვები, ჩემთან დამოკიდებულება შეცვალა და დავიბრუნე იმ დედის სტატუსი, რომელიც ვიყავი იქამდე და ყველაფერი მისთვის გახდა მნიშვნელოვანი, ჩემი აზრი მისთვის გახდა მნიშვნელოვანი ის, რომ რას ვფიქრობდი, როგორ მივიღებდი, დაიწყო ტელეფონზე პასუხი, დაიწყო გაფრთხილება, დაიწყო, შეცვალა ყველაფერი. მე ერთი პირობა დავფიქრდი, რომ მეორე სემესტრი დავტოვე ძალით, უკვე ის გოგონა მოსწონდა და ამ ფაქტმა მიშველა და გავაჩერე კიდევ ერთი სემესტრი, იმიტომ რომ უფრო კარგად ეხეხა ცხვირით ის, რომ დილით რო დგები, ძალიან მზარავდა ხოლმე ის ფაქტი, რომ აქ რო ჩამოდიოდა, ჩემს მეგობრებს ეუბნებოდა ხოლმე, რომ თითქოს ჯარიდან ჩამოვედიოდა დედაჩემის გაკეთებული საჭმელი და დედაჩემის ზრუნვაო ძალიან მენატრებაო. ამ ყველაფერს ძალიან უგულოდ ვუსმენდი და ისევ რა თქმა უნდა ვაბრუნებდი თელავში. ჩემი ზრუნვა იყო კვირაში 2 დღე, კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში 1 დღე. ჩავდიოდი, ვალაგებდი, ვრეცხავდი და თან ხვდებოდი, რომ ეს საკმარისი არ იყო და თან მინდოდა, რომ ქონოდა ის დრო, რომ თავის თავთან დაფიქრებულიყო, გაზრდილიყო, გადაეფასებინა და აელაგებინა, რომელი ერჩივნა ის, რომ ჩემთან დაძაბული ურთიერთობა ქონოდა და არ მივიღე ჩემი გიჟური დედის ინსტინქტებით, თუ რას გადაწყვეტა და მასე იყო დამოკიდებული, ხო, დანარჩენს ხო ვერ შევცვლიდი მე. შეიძლება უკუ რეაქციაც მიმეღო, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი და ცუდი ის იყო, რომ ძალიან დაემჩნა ეს ჩემს ჯიპეს, როცა არ ხარ სახლში, რა თქმა უნდა. ვერ აკეთებ სადილს, რამდენი დღე შეჭამს სადილს, 2 დღე, 3 დღე რამდენს გააკეთებ, ხო, მე გადასაყრელი და გადასაყრელი ხდებოდა ხოლმე და ამიტომ გამოდიოდა ისე, რომ ჭირდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით იოგურტები, დიდი რაოდენობით გაყინული პროდუქცია და ეს ყველაფერი უნდა გამევსო, რომ არ დამეშვა ტვინში იმის ფიქრი მაინც, რომ აი დღეს რას შეჭამდა ნეტა, რას შეჭამდა. ხო, და უფრო მეტი ფული ასეთი რამე გავაკეთე და მოვიფიქრე, რომ გავაკეთე საქართველოს ანგარიშის ქულქარდი გავუუქმე. და საქართველოს ბარად ძალიან კარგად აქვს მისამართებად, სად მოიჭრა თანხა, TBC არაჩვენებს მისამართებით და ეს არის ჩემი ნათელი წერტილი. როცა არ ვაძლევ cash-flows, დღემდე ესეა, ვაძლევ მხოლოდ საქართველოს ბარადზე არსებულ თანხას, რამდენიც ჭირდება და ვფიქრობ, რომ საჭიროა მისთვის და ყოველთვის ვიცი სად არის და რამდენი ჩამოიჭრა. ანუ მდებარეობით ვეძებ ხოლმე. და ეს ქუჩები გადამქონდა მე მაპზე და ვეძებდი ხოლმე, რომ სად იყო სახლთან რა რადიუსით იყო და დაშორებული და რა მანძილით და მოკლედ. ხო, გარდა იმის, რომ ჩემი ემოციური ფონი ძალიან დაიძაბა, წარმოიდგინეთ, დაღლილი გავრბოდი, ვუყურებდი ჩემს შვილს, რომელიც ხანდახან საერთოდ არ მელაპარაკებოდა. დასაწყისში და მე ერთი პერიოდი იყო დაახლოებით 1-2 წამიყვანე, წამიყვანე აქედან. გადამიყვანე თბილისში, ანუ მეორე სემესტრი რომ იწყებდა, გადამიყვანე და ამ ყველაფრისთვის ძალიან გრილად უნდა გაგეძლან ამ დროს გულში დედა ხარ რა და იქნებ როგორ უჭერ შენ შვილს, იქნებ ეს მნიშვნელოვანია მისთვის და იქნებ უნდა წაიყვანო. თან ის ფაქტი ერთვოდა, რომ ვერ დამეგობრდა ბავშვებთან, ძალიან ესეთი ურთიერთობა ჰქონდა ნაცნობობის დონემდე და ესეც ძალიან მაწუხებდა. ხო, ანუ ეს ერთი წელიც დასრულდა. ცოტა დავაგდა. აღარ ეყივლება. არ თulis რომ ჩემი საქმე არ არის. ამის წინ რესტორანში დაპატიჟა ფედერაციამ და დაბოროკე არ მიპასუხა და მომდის SMS-ი რომ ბოდიში ვერ დავინახე. კარგად ვარ, სუფრასთან ვზივარ და ვერ გიპასუხე. და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეწუხდა, გაანალიზე რომ მე შემეშინდა და ეს ყველაფერი აბსოლუტურად დაკარგული მქონდა. ხო, დავაბრუნე თბილისში, არ ვიცი სწორშვები თუ არა აქაც, იმიტომ რომ იდეალურად იყო სახლის სკოლა, ფრენბურთი და არსად არ მიდიოდა, იმიტომ რომ ეს გარემო ვერ ადაპტირდა და ვერ მოერგო, ყავდა მეგობრები და დღემდე გიждდებიან მის თელავერი მეგობრები ამისთვის, მაგრამ ვერ ვატყობ იგივეს ამას.
ხო, ეს ვიდეო რასაც წვნებოდა იმას, რომ თუ გაკრეჭელი ხარ, თუ თავზე არავის არ ახავ პრობლემას, თუ არ წუწუნებ, თუ გზადაგზა მე მიხდებოდა ძალიან ბევრი საბანკო ვალდებულების აღება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვერ აუდიოდი და არ ვიცი ვერ წარმომიდგენი არსებობდეს ოჯახი, სადაც კვირაში 500-600 ლარი გამიზნული იყო მხოლოდ კვებისთვის, ხო და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. რთული იყო ის განცდები, რომელიც აქამდე მქონდა და რა თქმა უნდა კიდევ მაქვს და ვცდილობ რომ და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო შეიცვლება ჩვენი ურთიერთობა და დაალაგდება და ვინც რატომ მოვყევი ეს მე არავინ არ მომბაძოთ, არავინ არ გააკეთოთ მსგავსი რამე თუ არ თვლით საჭიროთ, ეს არ არის გამოსავალი, ეს უბრალოდ ჩემ შემთხვევაში გაამართლა, ჩემ შემთხვევაში დადო კარგი რეზულტატი, მაგრამ თუ ვინმე ცუდი პერიოდი გაქვთ და ასეთი გარდატეხის ასაკი გაქვთ, ნუ ჩართავთ სხვა ოჯახის წევრს აიღეთ პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ და შეეჭიდეთ და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ მე ასე მგონია. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ შორის მოხდა, თქვენ კარგად იცით, ვინც მიყურავთ ძველები, იცით რომ დათა რამოდენიმე წელი ჩემთან არ ცხოვრობდა იმ მიზეზების გამო, რომლითაც თამაშობდნენ ჩემი შვილის ბედით და ფსიქიკით. ჩემი ოჯახის წევრები მისი და მაშინ სასამართლოს კანონი არ იყო ჩემს მხარეს და ბავშვს ეკითხებოდა ვიღაც აგენტი სად ერჩია რომ ყოფილიყო და მოკლედ ვერაფერს ვერასდროს ვერ გავხდი და ვერ დავეწი ეგ ცალკე განსაცდელი მაქვს მე გადავლილი რომელსაც დღეს რო ვუყურებ მგონია რომ სხვა დორამ გაიარა და როგორ გავიარე არ მახსოვს, თუმცა მაშინაც არ დამიკარგავს მე ძაფი და ყოველ დღე ვაკითხავდი სკოლაში და ყოველ დღე ვეუბნებოდი რომ ძალიან მიყვარდა და ნუ ერთ დღეს მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, მაგრამ ეს პერიოდი როცა გამოტოვეს და დათამ დაიწყო ჩვენთან ცხოვრება, დიდად არ უყვარდათ ერთმანეთს. მე ძალიან მალე დათა გადავიდა თელავში და ნუ მოკლედ ის ოჯახში ერთად გაზრდილი ბავშვების ურთიერთობას მე რო ვუყურებ, ეხლა მე ჩემი ძმა და როგორ მიყვარს და რა დოზით ვურთიერთობთ, ეს ურთიერთობები არ ქონდათ სამწუხაროდ ჩემ შვილებს, ესეც შემიძლია ხმამაღლა ვაღიარო. ხო და მოიტანა ის რომ დღეს სხვანაირი ურთიერთობები ერთმანეთს კითხულობენ, ერთმანეთის ამბები იციან, ერთმანეთთან სხვანაირად დამეგობრდნენ, დავითმა პასუხისმგებლობა აიღო ნიკოლოზს და ნიკოლოზმა რაღაც დოზით თელავში სახლს ვიცვლით, იმიტომ რომ მე პატრონამ მითხრა რომ სახლი უნდა გაყიდოს და 8-მდე მაქვს ვადა ვიქირავე ახალი სახლი და ეხლა დილითაც ვუთხარი რომ წამოდი დამეხმარე რომ დავალაგოთ ერთი სახლი ჩავალაგოთ და გავხეხოთ მეორე სახლი და თუ ვერ ჩავედით იმ დროს როცა უნდა გადაბარგდეს დათა თვითონ მოახერხებს ყველაფერს და იქაც ვიგრძენი რომ ძალიან ძმური ინსტინქტი ქონდა რომ დასვე მოვახერხებთ ამოლაგებას რა უნდა ჩავალთ და ამოვალაგებთ ყველა ერთად და დამთავრდება. ხო, ანუ ეს რეზულტატიც მივიღე, ხო რაღაცეები შეიცვალა. ძალიან მინდოდა გზადაგზა ეტაპობრივად ამის მოყოლა, ოღონდ ძალიან ემოციური იქნებოდა და ვფიქრობდი რომ ასე მხიარულად ვერ მოვყვებოდი, ამიტომ ასე იყო ეს ამბები. კოცნით გეფერებით წარმატებულ ორშაბათს დღეს გისურვებთ. დროებით.